წუხანდელი მასშტაბური პროტესტის შემდეგ სუნიტები დასახლებული ქალაქი ზაჰედანი პირველი გახდა, სადაც აქცია განახლდა. პარასკევის ლოცვების დასრულების შემდეგ ირანელები ისე ქუჩაში გავიდნენ. ცვლილობას ქალებიც შეუერთდნენ, თუმცა მათ რეჟიმის ძალოვნებმა ცეცხლი გაუხსნეს. უფლებადამცველთა ინფორმაციით დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. ირანის 31-ვე პროვინციაში ორ კვირაზე მეტია რეჟიმის დამხობას მოითხოვენ. ქუჩაში გამოდის ყველა სოციალური მდგომარეობის და ასაკის მიუხედავად. წუხანდელი აქცია ყველაზე მასშტაბური იყო და მოიცვა თეირანიც. დემონსტრანტებმა დაწვეს შენობები და რეჟიმის პოლიციის მანქანები. ცეცხლი წაუკიდეს მეჩეთსაც. ანალოგიური სურათი იყო ისპაჰანშიც, სადაც სახელმწიფო ტელევიზიის შენობა დაწვეს. შეზანჩი დემონსტრანტები გუბერნატორის ოფისთან ჯერ აქციაზე შეიკრიბნენ. შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. აიათოლას საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ ირანელები ქალაქ თავრიზში და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, მაშჰადში, სადაც სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს და დახიეს. ხორამაბადის მთავარ მოედანზე ერთ-ერთმა დემონსტრანტმა შაჰის მმართველობის დროინდელი დროშა აღმართა მზის და ლომის გამოსახულებით. ინფლაციის და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაწყებული სახალხო პროტესტის ფონზე რეჟიმი უკან დახევას არ აპირებს და დემონსტრაციების ორგანიზებაში შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ადანაშაულებს. დღეს მხარდამჭერების წინაშე გამოჩნდა ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეიმ. ქუჩაში გასულები უცხო ქვეყნის აგენტებად მოიხსენია, რომლებსაც დანდობა არ ექნებათ. გასულ ღამეს თეირანში მოძალადეებმა გაანადგურეს შენობა, რომ ამერიკის პრეზიდენტისთვის ესიამოვნებინათ. ირანელებმა უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა. ირანი ვერ შეეგუება დაქირავებულ მოძალადეებს, რომლებიც უცხოელების ინტერესებით მოქმედებენ. დონალდ ტრამპს 1000-ზე მეტი ირანელის სისხლში აქვს ხელი გათხრილი. 12 დღიან ომში 1000 ჩვენი თანამემამულე დაიღუპა, მეთაურების, მეცნიერების და მაღალჩინოსნების გარდა. ამ ადამიანმა თქვა, რომ თავად გასცა ბრძანება და ამით აღიარა, რომ ირანელების სისხლში აქვს ხელი გასრული. შემდეგ ამბობს, რომ ირანელი ერის მხარდამჭერია. გამოუცდელებს კი მისი სჯერად და მისი სურვილისამებრ მოქმედებენ. ამ ადამიანმა, რომელიც ამაყად და მედიდურად ზის იქ და მთელ სოფლიოს მსაჯულივით ექცევა, უნდა იცოდეს, რომ ყველა დესპოტი და მჩაგვრელი თავიანთი სიამაყის პიკის დროს დაამხეს და მასაც დაამხობენ. სჯობს თავისი ქვეყნის პრობლემებს მიხედოს. დონალდ ტრამპი კი აიათოლას ქვეყნიდან გაქცევას უწინასწარმეტყველებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ირანის სულიერი ლიდერის თავშესაფარი მომავალში რუსეთი გახდეს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რეჟიმი გაფრთხილებულია და თუ ის ხალხის ხოცვას გააგრძელებს, ჯოჯოხეთურ დარტყმას მიიღებს. ხალხი მასობრივადაა გამოსული ქუჩებში. რეჟიმის დასამხობად ენთუზიაზმი დიდია. არავის არასდროს უნახავს ის, რაც ახლა ხდება. ამ ადამიანებს უყვართ თავიანთი ქვეყანა. მე გავაფრთხილე ირანი. თუ ისინი რამეც უც გაუკეთებენ ამ ხალხს, ძალიან ძლიერად დავარტყამთ. დონალდ ტრამპს ირანელი ხალხის მხარდაჭერისთვის და რეჟიმის მიმართ მუქარისთვის მადლობას უხდის გადასახლებაში მცხოვრები ტახტის მემკვიდრე რეზა ფეჰლევი. ქუჩაში გასული ხალხი რეჟიმის დამხობასთან ერთად მონარქიის აღდგენას და შაჰის შვილის დაბრუნებას ითხოვს. ფეჰლევი თანამემამულეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ბოლო კვირეებში გამოჩენილი სიმამაცისთვის აქებს. საკუთარი თვალით ნახეთ ხალხი როგორ აიძულებს უკან დახევას რეპრესიულ ძალას. ვინც ყოყმანობდით, შეუერთდით თქვენს თანამემამულეებს და უფრო დიდი გახადეთ პროტესტი, ისე რომ რეჟიმი უფრო დასუსტდეს. მოუწოდებ აქციების ორგანიზატორებს და უკავშირდნენ ერთმანეთს და შეათანხმონ მარშრუტები. ვიცი რომ ინტერნეტისა და კომუნიკაციის არქონის მიუხედავად ქუჩას არ დატოვებთ. დარწმუნებული იყავით, რომ ბოლოს გამარჯვება თქვენი იქნება. ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროპაში. დიდი ბრიტანეთის პრემიერი რეჟიმს მოუწოდებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. განცხადებები გააკეთეს შვედეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის შეფასებით, პროტესტის სასტიკი მეთოდებით ჩახშობა და ინტერნეტის გათიშვა აჩვენებს, რომ რეჟიმს საკუთარი ხალხის ეშინია.
ირანელი ხალხი საკუთარი მომავლისთვის იბრძვის, მათი კანონიერი მოთხოვნების იგნორირებით რეჟიმი თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს. თეირანის კადრებს სააშკარაოზე გამოაქვს უსაფრთხოების ძალების არაპროპორციული და სასტიკი პასუხი. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ინტერნეტის გათიშვა, პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის პარალელურად აჩვენებს, რომ რეჟიმს საკუთარი ხალხის ეშინია. 18 საათზე მეტია ირანში ინტერნეტი გათიშულია. რეჟიმმა ჩვეულ ტაქტიკას მიმართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქსელი გამორთულია, რაც მოსახლეობას არა მხოლოდ პროტესტის ორგანიზებისთვის კომუნიკაციაში უშლის ხელს, არამედ მიმდინარე ცნობების გარეშე ტოვებს გარესამყაროს. ამ ეტაპზე ქვეყნის შიგნით ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყარო სახელმწიფო ტელევიზია და აიათოლას გვერდებია სოციალურ ქსელებში.